ვარ კატოლო ვენაძე 6 წლის. ვსწავლობ ქედის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა და ტანვარჯიში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე 3 წლის ასაკში. პირველად დავხატე რგოლები და გამოვიდა ლამაზი ყვავილი. ყვავილებიდან მე ვგავარ ენძელას, იმიტომ რომ თეთრკავებს ვიცვი. მე დედიკოსთან ერთად შევედი ხატვის დროზე. თავიდან ვუყურებდი როგორ ხატავდნენ და მე თვითონაც დავიწყე ხატვა. მე ვიცი გემის ხატვა, სახლების დახატვა, ზღვის დახატვა და ყვავილების დახატვაც ვიცი. თავიდან უფრო გამიჭერდა გემის დახატვა, მაგრამ ასე დავიწყეთ ჩვენ. ჯერ გვაფერადებინებდა მასწავლებელი და მერე ტილოზე დავიწყეთ ხატვა. ყველაზე ადვილი არის ჩემთვის ყვავილების დახატვა. იმიტომ რომ ყველასთვის არის ყვავილების დახატვა ადვილი. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და მაქვს 500 ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემს ოთახში მინდა რომ მოვაწყო გამოფენა. ჯერ ძალიან ბევრი უნდა ვაგროვო, მაგრამ მგონი ძალიან ბევრი მაქვს. ვეღარ ვჩერდები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხატვა. გაყიდვა, იმიტომ არ მინდა რომ შევინახო და მენანება გაყიდვა. ჩემი საყვარელი ფერებია ვარდისფერი და იასამნისფერი. არ მიყვარს შალისფერი, ასეთი ფერები არ მიყვარს. შავი ფერი არავის არ უყვარს, მაგრამ ისე ვიცნობ შავ ფერებს. სახლში მაქვს მოლვერტი ტილო და ბებია იმაზე არ მახატინებს, იმიტომ რომ უნდა რომ შემინახოს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ხატვარი მასწავლებლები ძალიან კარგები მყავს. მასწავლებელი ძალიან კარგი და თვითონ მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ვფიქრობ რომ ნიკოლოზი, იმიტომ რომ ყველას გვაცნობს. ყველაზე ჭკვიანია ნატას შაინიძე, იმიტომ რომ ჭადრაკი ძალიან უყვარს. ყველაზე მშვიდე სოფია. ყველაზე ბედნიერი მგონია ანასტასია. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ზრდილობიანი. ჩემი საყვარელი საგანია ხატვა. საყვარელი მასწავლებელი არის თამარ ბერიძე. იმიტომ რომ როცა შემოდის გვახატინებს, გვაწერწინებს, გვაფერადებინებს და ასე შემდეგ. ძალიან გვიყვარს. ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მხატვარი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი ექი. ახლა მინდა რომ ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. ამ დაბადების დღეზე მინდა რომ აჩუქონ პლანშეტი. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ვმღარი ანსამბლ ლუტბარში. ჩემი საყვარელი სიმღერა არის რიანა. ძალიან მინდა მიკროფონით მევმღერო დიდ სცენაზე. ცეკვაც მიყვარს და სექტემბერში შევალ ცეკვის წრეზე. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და იკო, არმაზი ბიძია და კიდევ ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ცალი ძმა. ჩემი და არის 4 წლის და ქვია მარიამი. ის არის თბილი, ლამაზი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა არ ისა ვეუბნები და არ აკეთებს. ჩემი აზრით, მარიკო რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის სიმპათიური, ძალიან კარგი და ყველაფერს მისურვებს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და განათლებული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხენგალი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. ფილმების ყურებაც მიყვარს და ასევე დედიკოსთან ერთად ჰარი პოტერის ყურებაც. ჯადახნური ჯოხი რომ მქონდეს მასწავლებელს გავამხიარულებდი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილე დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ნატა შაინიძე, ჩემი კლასელი. შემდეგ მონაწილეებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს სისწრაფის ძალა. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და დედიკოს და მამიკოზე ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.